მოგესალმებით, ეს არის კლარა პეტერსის ნამუშევარი, რომელიც წარმოდგენილი არის ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში. ნატურმორტი ყველით, ნუშითა და პრეცელით. ეს კლარა პეტერსის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1615 წელს შექმნა. მე-17 საუკუნეში მოღვაწე კლარა პეტერსი იმ მცირერიცხოვან ნიდერლანდელ ქალ ხელოვანთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელთა სახელიც ისტორიას სამუდამოდ შემორჩა. კლარას ხატვა ადრეული ასაკიდან იტაცებდა და უამრავი შეზღუდვის მიუხედავად, მაინც დაიმკვიდრა თავი ნიდერლანდელ ხელოვანთა შორის. საქმეს ართულებდა ის გარემოებაც, რომ იმ ხანად ქალთა უმეტესობა ვერ ახერხებდა უმაღლესი განათლების მიღებას. ქალი ხელოვანებისთვის რთული იყო მხატვართა გილდიებში გაწევრიანებაც. უმეტესად კლარა პეტერსი ნატურმორტებს ხატავდა. პირველ რიგში მნახველის ყურადღებას იპყრობს თეფში, რომელზეც კლარამ სხვადასხვა სახეობის ყველი გამოსახა. მწვანე ფერის ერთგვარი ჰოლანდიური ყველი, ედამია. მის უკან ვხედავთ გაუდას. ზემოთ მხატვარმა ცხვრის ყველი გამოსახა, რომელზეც თეფში დევს კარაქით. მიიჩნევა, რომ ეს ნამუშევარი მხატვარმა ჰოლანდიური ანდაზის გავლენით შექმნა, რომლის თანახმად ადამიანისთვის საზიანო იყო რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება. ნამუშევარი კლარა პეტერსის მიერაა ხელმოწერილი. წინა პლანზე პრეცელების სიახლოვეს გამოსახულია დანა, რომელზეც ნათლად იკითხება მხატვრის სახელი და გვარი. რაქვე ვხედავთ ჩირით, ნუშითა და ქიშმიშით სავსე თეფშს. თუ ამ ნამუშევარს ყურადღებით დააკვირდებით, ნახავთ, რომ მხატვარმა ჭურჭელისა და საკვებიც მაქსიმალური სისუსტით გამოსახა. მაგალითისათვის დააკვირდით ვენეციური მინისგან დამზადებულ სასმის. ან ყველს, რომელზეც ვხედავთ ყველის ხარისხის შემოწმების შემდეგ დატოვებულ კვალს. ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ყურადღებით დააკვირდით დოგს. აქ ვხედავთ ქალის ანარეკლს. ეს ქალბატონი თავად კლარა პეტერსია. ნამუშევარი ამჟამად ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.